პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ. ადამ მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია რუსეთის სათათბიროში გამართავენ შეხვედრებს. დღის ამბებში ორზე პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურმა მდივანმა გითხრა, რომ ამ ვიზიტის ინიციატივა არა რუსულ მხარეს, არამედ პატრიოტთა ალიანსს ეკუთვნოდა. რამდენიმე წუთში ეთერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პატრიოტების ლიდერი ირმა ინაშვილი გახსნის და მოგვიყვება დაგეგმილი შეხვედრის დეტალებს. ამბებში ორზე რესპუბლიკელების პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორზაიამ ასეთი განცხადება გააკეთა. მე მაინტერესებს და ირაკლი კობახიძეს უსვამ ახლა შეკითხვას. პარლამენტის წევრები მივლინებით არიან წასული და სამივლინებო თანხა გამოყო პარლამენტმა თუ არა, თუ ისინი საკუთარი პარტიული ხარჯებით მიემგზავრებიან. მე მაქვს ეს შეკითხვა, ჩვენ რესპუბლიკურ პარტიას გვაქვს ეს შეკითხვა. ჩვენ მოვითხოვთ ოფიციალურ პასუხს, იმიტომ რომ თუ ისინი არიან მივლინებით გაგზავნილი და თუ პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი იმას, რომ რუსეთთან გაუკვეվել მოლაპარაკებებში შევიდეს ეგრეთ წოდებული პატრიოტთა ალიანსი, რომელიც სრულად მზად არის სახელმწიფო ჩააბაროს რუსეთს, მაშინ ეს პასუხისმგებლობა სრულად უნდა აიღოს ქართულმა ოცნებამ, ირაკლი კობახიძემ, იმიტომ რომ ის აწერს ხელს მსგავს დოკუმენტებს. ამიტომ ქართული ოცნება მსგავსი ტიპის პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ აქტივობებს ვერ გაექცევა. იმიტომ რომ პატრიოტთა ალიანსი არის ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული ოპოზიცია. რესპუბლიკელების ამ განცხადებაზე რამდენიმე წუთში პასუხებს მოვისმენთ, როგორც ირმა ინაშვილისგან, ასევე ქართული ოცნებისგან. ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, თავისუფალი დემოკრატები ნინო გოგუაძე, ქართული ოცნებიდან ზაზა გაბუნია, ნაციონალური მოძრაობა ზაზა ბიბილაშვილი, პოლიტიკური შეფასებებით. ყველას ვაძლევთ თანაბარ დროს 1000 წუთს პარლამენტის აპარატმა კი ცოტა ხნის წინ განმარტა, რომ ქართველი დეპუტატების მოსკოვური ვოიაჟი მათ არ დაუფინანსებია და პატრიოტები რუსეთის დედაქალაქში საკუთარი პარტიული ფინანსებით წავიდნენ. 14 ივლისისთვის დაანონსებული ორი აქცია, ერთი ბერშუეთში ოკუპაციის წინააღმდეგ და მეორე თბილისის ცენტრში აღმაშენებაზე ქართველთა მარში. აქვს თუ არა აზრი მოსკოვში ვიზიტებს და რაზე უნდა ესაუბრონ რუსეთს ქართველი დეპუტატები? ესაა დღის ამბები 4-ზე თბილისი მოსკოვი. გვიყურებს TV პირველის მაყურებელი, გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი FM-ზე 94.7 კომენტარი, რომელიც TV პირველმა აეროპორტში ჩაწერა. საქმიანი ვიზიტი გვაქვს, უაღრესად სერიოზული. აი, ამის მეტი ვერაფერს ვერ გეტყვით. არ გეტყვით და არ გეტყვით ჯერჯერობით, იმიტომ რომ საქმის შინაარსიდან მისი მაქსიმალურად კარგად დამთავრების თვალსაზრისით არ გეუბნებით ჯერჯერობით. ყველაფერს გაიგებთ ხვალ. ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნუ ჯერ ნაადრევია ამაზე კომენტარის გაკეთება. ნაადრევია კომენტარის გაკეთება. მაშასე საქართველოს პარლამენტის წევრები პატრიოტთა ალიანსიდან დღეს რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრნენ. ნატო ჩხეიძე, ადამ მარშანია, გიორგი ლომია პარლამენტის დეპუტატების შეხვედრებს რუსეთის სათათბიროში გეგმავენ. პრინციპში ეს ადამ მარშანიამ უკვე დაანონსა ცოტა ხნის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან. ჩვენ მზად ვართ, წავიდეთ მოსკოვში, მზად ვართ, შევხვდეთ რუს დეპუტატებს და მოგიწოდებთ ამაზე ვიფიქროთ გადაუდებლად, შევქმნათ დიალოგის ჯგუფი თუ რა ჯგუფი, როგორ ქვია, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ჩვენ შევთანხმდეთ თავარია. აქეთ სოფელი ბერშუეთი და ცოცავი ოკუპაცია, იქით საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმი გალის მოსახლეობას უარი თქვან ქართული პირადობის მოწმობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გალში შესვლის და ცხოვრების უფლება ჩამოერთმევათ. როგორც გითხარით, გვიყურებს TV პირველის მაყურებელი, გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი FM-ზე 94.7 ოკუპაცია და საქართველო. რაზე უნდა ვესაუბროთ და უნდა ვესაუბროთ თუ არა ოკუპანტის სახელმწიფოს პოლიტიკურ ელიტას, თუ წინასწარ ვიცით, რომ მიტაცებულ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არავინ დაგვიბრუნებს. თუ 5 დღის წინ ადმინისტრაციული საზღვარი ისე გადმოგვიწიეს, რომ ლამის ცენტრალურ მაგისტრალამდე მოვიდნენ და თუ ცოტა ხნის წინ გალში მცხოვრებ ქართველებს ულტიმატუმი წაუყენეს, უარი თქვან ქართულ პირადობის მოწმობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გალში აღარ შეუშვებენ. ეთერს ხსნის პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი. მე მას მივესალმები. მადლობა ირმა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას, ვიდრე დაგისვამთ შეკითხვებს უკვე გაკეთებულ განცხადებებზე, ვიდრე გთხოვთ კომენტარს.
ერთი ასეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. თქვენ ხართ იმ ცნობილი კადრების ავტორი, ჟურნალისტი, როგორ გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან დევნილები ჭუბერზე. თქვენ გაქვთ საკუთარი თვალით ეს ყველაფერი ნანახი და თქვენ თავადვე აშუქებდით ამ ყველაფერს. მაშინ როგორ ფიქრობდით, როდესაც ამ კადრებს აჩვენებდით საქართველოს და შემდეგ უკვე ეს კადრები ნახა მთელმა მსოფლიომ, მაშინ ფიქრობდით, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო დრო, როცა თქვენ საჭიროდ ჩათვლიდით სწორედ იმ ოკუპანტ ქვეყანასთან გესაუბრათ პოლიტიკურ ენაზე, რომელმაც დაბომბა აფხაზეთი და საიდანაც თქვენ მოდიოდით სხვებთან ერთად და იღებდით იმ ტრაგედიას, რაც ჭუბერში ხდებოდა. როცა მე მოვდიოდი ჭუბერის გზაზე, სწორედ იმ დღეებში და იმ წუთებში ვფიქრობდი იმაზე, რომ აუცილებლად ფსოუს ხიდიდან წავიყვანდი რეპორტაჟს და ვისაუბრებდი იმაზე, რომ აღსდგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. და ჩვენი თაობის მისია, ჩვენი თაობის ფუნქცია არის არა იზოლაციის გამოცხადებაში, იზოლაციონალისტური პოლიტიკის პროპაგანდაში, არამედ მოქმედებებში იმისათვის, რომ რეალურად გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ბოლო წლების მანძილზე ვცხოვრობთ სააკაშვილის იდეოლოგიის წნეხის ქვეშ და ეს იდეოლოგია რას გვეუბნება, არ უნდა ილაპარაკო, არ უნდა მოიხაზოს ინტერესთა სფეროები, თუ ვინმე ილაპარაკებს რუსებთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის მოღალატე, ის არის აგენტი და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი, ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს იდეოლოგია, იმიტომ რომ ამ იდეოლოგიამ ჩვენ არაფერი სასიკეთო არ მოგვიტანა, ამ იდეოლოგიის შედეგად სწორედ სააკაშვილმა ჩააბარა ჩვენი ქართული მიწები, მოპირისპირებთ ხარეს და სწორედ სააკაშვილმა გაყიდა სამშობლო და სწორედ სააკაშვილმა დათმო 200-ზე მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში და ეს იყო მისი მთავარი მიზანი, რომ დაშლილიყო, განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა და ამ იდეოლოგიის ქვეშ ჩვენი მთავარი მიზანი არის ეს სტერეოტიპი დაინგრეს ქვეყანაში, რომ არ არის დიალოგი საჭირო. პოლიტიკური დიალოგი მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი მოვიდა ხელისუფლებაში, არ ყოფილა. არის სხვადასხვა ფორმატი, ჟენევის ფორმატი, რაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, კარასინი აბაშიძის ფორმატი, რაც არ არის პოლიტიკური ფორმატი, მაგრამ კარგია, ამ ფორმატამაც უნდა იფუნქციონიროს. მიდის აქციები, საპროტესტო აქციები საოკუპაციო ზოლთან, ეს აქციებიც მნიშვნელოვანია. ყველა მიმართულებით უნდა ხდებოდეს მოქმედებები იმისათვის, რომ ჩვენ გავაპროტესტოთ საზღვრის გადმოწევა. მეორე პოლიტიკური დიალოგის ფორმატში ვიმოქმედოთ, რომ მოიხაზოს კიდევ ერთხელ ვამბობ კონკრეტული ინტერესები და ჩვენი დელეგაცია, ჩვენი პარტიის წარმომადგენლობა სწორედ იმიტომ ჩადის რუსეთის სათათბიროში, რომ ჩვენ დავდოთ მაგიდაზე ჩვენი ინტერესების სფერო. ეს არის შეიძლება მიპასუხეთ რა უნდა დადოთ და რა შედეგს ელოდებით. თქვენ ალბათ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ალბათ თქვენ კარგად იცით, რომ რუსეთი, ოკუპანტი რუსეთი არასოდეს დათმობს მის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს. მას რაზე უნდა ელაპარაკოთ, რა გეგმით მიდიხართ და წავიდნენ უფრო სწორედ იქ თქვენი ფრაქციის დეპუტატები. დიახ. თქვენ წინასწარ ამბობთ, ანუ რომ აზრი არ აქვს მოქმედებებს. არა, მე იმას ვამბობ, რომ არ დაგვიბრუნებს ჩვენს წართმეულ ტერიტორიებს რუსეთი, ასე ვფიქრობ. საიდან გაქვთ ეს რწმენა? იცით რა ეს ნიშნავს იმას, რომ დავდებთ მაშინ ჩვენ წლების განმავლობაში. ეს გამოცდილება ჩვენ არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ უარი ვთქვათ მოქმედებებზე. ჩვენ ხედავთ რა ხდება მოლდოვაში ახლა, მიდის რაღაც სერიოზული ძვრები იმისათვის, რომ გაერთიანდეს დნესტრისპირეთი, მოლდოვა და სულ სხვა ძვრები მიდის სოფლიოში. რუსეთს ელაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატები, ელაპარაკება ტრამპი, რუსეთს ელაპარაკება ნატო და ელაპარაკება ნატოს გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოადგილე, რომელიც თბილისში იყო, პირდაპირ აცხადებდა, რომ ნატო ლაპარაკობს რუსებთან და ჩვენ ახლა რა გამოდის, ვამბობთ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და თანაც ვამტკიცებთ იმას, რომ არავითარი ლაპარაკი არავისთან არ უნდა იყოს. ანუ ჩვენ ცხინვალს და ხუმს თქვენ გჯერათ ირმა, რომ რუსეთი დააბრუნებს ამ ტერიტორიებს და რა გეგმით მიდიხართ თქო, მეწეღან კითხეთ, ანუ იქნებ მოგვიყვე დეტალები, ვის შეხვდებიან თქვენი დეპუტატები და რა გეგმა უნდა განიხილონ იქ, საერთოდ რა საკითხები ჩავიდნენ და კიდევ ერთი, რომ არ შეგაწყვეტინოთ, ეს ალბათ ცელი პასუხი იქნება და ინფორმატიული და ამიტომ მინდა აქვე მოვასწრო, როგორ დაიბადა ეს იდეა, ვის ეკუთვნოდა ეს იდეა და თამარ კორძაიამ კითხვა დასვა ირაკ
ირაკლი კობახიძის მიმართ დააფინანსა თუ არა პარლამენტმა თქვენი წევრების მივლინება? საერთოდ არ მაინტერესებს თამარ კორძაიას და კიდე სხვა რესპუბლიკური პარტიის მოღალატეების აზრი. აი პირდაპირ ვიტყვი, ეს ხალხი არის ქვეყნის მოღალატე, სამშობლოს მოღალატე და ისინი საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის ერთ წამში დათმობენ ცხინვალს და სოხუმს კი არა. დანარჩენ საქართველოსაც მიაყოლებენ და მეც გეტყვით, აი ეს ხალხი რუსები რომ შემოვიდნენ საქართველოში, რუსულ ტანკებს შემოაჯდება და ისე შემოვა და ჩვენ ვიქნებით ისინი, ვინც კიდე დაუპირისპირდებით ამ ძალადობას და ამ ანექსიას. ამიტომ კორძაიას განცხადებები დარჩეს კორძაიასთან. რას აკეთებდნენ ისინი, როგორ ზრუნავდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. რაც შეეხება ჩვენ გეგმას, ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი. არ ყოფილა პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პარლამენტის წევრებსა და რუსეთის დუმის წევრებს შორის, მას შემდეგ რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. დიახ, ეს არის ჩვენი კერძო ინიციატივა ამ ეტაპზე, ჩვენი პარტიის ინიციატივა და არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა, თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თუ მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, რომ გაიხსნას ეს დიალოგი და დაიწყოს საუბარი უმნიშვნელოვანეს თემებზე, როგორ უნდა დავიბრუნოთ ცხინვალი და სოხუმი, ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ცხინვალის და სოხუმის დაბრუნების გზაზე. ცარიელი ლაპარაკის დრო უნდა დასრულდეს. ჩვენი დელეგაცია ჩადის, იმიტომ რომ ვთქვათ, როგორ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორ შევაჩეროთ საზღვრის გადმოწევის პროცესი. კარგია, რომ პარალელურად აქცია გაიმართება საზღვრის გადმოწევის ზოლთან. ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, თუ საჭირო იქნება მეც ჩავალ ამ აქციაზე, ვერ ვხედავ მე პრობლემას, იმიტომ რომ ყველა მხრიდან უნდა იყოს მოქმედებები, მაგრამ ხო უნდა მოიხაზოს ინტერესთა სფერო, ხო უნდა განისაზღვროს რაზე ვლაპარაკობთ, რა მოქმედებებია საჭირო. სოხუმში თაობები გაიზარდა, საქართველო აღარ ახსოვთ. ჩვენ როგორ ვაპირებთ აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, როცა სოხუმში მაცხოვრებელი ახალგაზრდობის 100%-ს უკვე აღარ უნდა საქართველოში დაბრუნება. ძალიან მცირე არის იმ ადამიანების რიცხვი, ჩვენი ასაკის ხალხია, რომლებსაც ახსოვთ საქართველოს ორი თაობა გაიზარდა. აი რუსეთში მიდიან თქვენი წარმომადგენლები, ხვალიდან იწყება იქ შეხვედრები რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან და რა არის, აი თქვენ თქვით ხომ უნდა განისაზღვროსო ინტერესების სფერო და წრეო და მე გეკითხებით, აი რა ინტერესები შეიძლება გაუჩინოთ ისეთი მაშინ თქვენ რუსეთს, რომ ასეთი იმედი გქონდეთ გაღვივებული, რომ აი მე აქეთ მომედაოთ როგორც წეღარო, რატო გონია რომ აპრიორი უარს იტყვის რუსეთი დაგვიბრუნოს ჩვენი წართმეული ტერიტორიები. ანუ რას თავაზობთ, რა საკითხები უნდა დააყენოთ კონკრეტულად ხვალინდელ შეხვედრაზე და ვის ხვდებით? ჩვენ არა ვართ პატარა ბავშვები და არ ვფიქრობთ, რომ ეს პირველი შეხვედრა გადაწყვეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედს. ძალიან რთული მოლაპარაკებებია წინ. ნურავი იფიქრებს, რომ ეს არის ადვილი პროცესი და ძალიან უნდათ იმ რუსებს შენთან დაჯდომა და ლაპარაკი ამაზე. ამიტომ ჩვენი ინტერესების სფერო, მე მკაფიოდ ვისაუბრე ამაზე და ეხლაც დავაკონკრეტებ, ეს არის ცხინვალი, სოხუმი, დევნილების დაბრუნების საკითხი თუნდაც, ეს არის საზღვრის გადმოწევის პროცესის შეჩერება. ძალიან ბევრი თემა, რასაც ჩვენ დავდებთ დღის წესრიგში და შემდეგ იქნება გადასარევი, თუ რუსული მხარე იტყვის, რომ ეს შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. მე წეგან ვახსენე მოლდოვეთის თემა და დნესტრისპირეთის საკითხი. დუმაში კალაშნიკოვი კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს მოლაპარაკებების ამ ჯგუფს მოლდოვეთში და სწორედ კალაშნიკოვთან იქნება შეხვედრა ჩვენი ფრაქციის წევრების. მე არ ვიცი რა გამოდნება ამ შეხვედრიდან, არავინ არ იცის რა გამოვა ბოლოს. კარგი იქნება თუ დაფიქსირდება სულისკვეთება, რომ უნდა გაგრძელდეს დიალოგი. სინამდვილეში დიალოგს რუსეთთან უნდა აწარმოებდეს საქართველოს მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა არის სააკაშვილის, რესპუბლიკური პარტიის, კიდევ სხვა დანარჩენი ეგრეთ წოდებული რუსეთის მოწინააღმდეგე და სინამდვილეში საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფების იდეოლოგიის მძევალი.
და ჩვენ ამ კომპლექსისგან უნდა გასაგებია, თუმცა თქვენმა ოპონენტებმა ვიზეც მითხარით, რომ არ მაინტერესებსო მათი აზრიო, იგივე მაგალითად რესპუბლიკელების პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორზაიამ თქვა 2 საათიან ამბებში, რომ სინამდვილეში ეს არის ოცნების გეგმა, რადგან პატრიოტთა ალიანსი არის ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული და ოცნება პატრიოტთა ალიანსის მეშვეობით აკეთებს იმ საქმეს, რაზეც თავად ვერ ბედავს ღია განცხადებების გაკეთებას. ეს არის ჩემი ბოლო კითხვა ირმა, რა სიტყვით? იცით რა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ქალბატონი კორძაია არ მიმაჩნია იმ პოლიტიკურ პერსონაჟად, რომლის კომენტარებზეც მე უნდა ვაკეთო კომენტარი. ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომის დროს გიმლერს ელაპარაკებოდა. და ჩვენ როგორ გვინდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, თუ დაუშვებთ იმას, რომ აქედან არაფერი არ გამოვა, რომ ის არის ოკუპანტი, რომ დაკარგული გვაქვს უკვე, თუ დაკარგული გვაქვს, მაშინ გავჩერდეთ და ვთქვათ, რომ ვაღიარებთ, რომ აღარ არის ჩვენი სოხუმი და ცხინვალი. მე არ ვაღიარებ ამას. არასდროს არ ვაღიარებ იმას, რომ სოხუმი და ცხინვალი ჩვენი არ იქნება ოდესმე. და ყველა ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ არ უნდა წახვიდეთ, არ უნდა ილაპარაკოთ, აი ის არის ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ის არის ანტიეროვნულად მოაზროვნე, ვინც ამას იტყვის დღეს. იმიტომ რომ უნდა დამთავრდეს სააკაშვილის იდეოლოგიის წნეხის ქვეშ ცხოვრება და ეს სააკაშვილი კიდევ ვამბობ, რომლის იდეოლოგიის ქვეშ დღესაც ცხოვრობს საქართველოში გარკვეული პოლიტიკური სპექტრი, სამხედრო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს იმ დანაშაულებებისთვის, რაც 2008 წელს ჩაიდინა. ამიტომ ჩვენი მიზანი არის გაიხსნას კარი, აი პირველი კარი პოლიტიკური დიალოგის ქართულ და რუს დეპუტატებს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვართ პატარა ბავშვები და კარგად გვესმის, რომ დიდი დარტყმები წამოვა, მაგრამ მოვერევით ამ დარტყმებს ჩვენი სამშობლოს გამო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედით, იმიტომ რომ პარლამენტში ჯდომა და ხმის არ ამოღება და მარტო იმისი დეკლარირება, რომ უნდა მივიღოთ რაღაცა რეზოლუციები და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა თავდება რეზოლუციებში, აი ეს არის დანაშაული. საჭიროა ქმედებები და მზად ვართ მოვერიოთ დარტყმებსაც პირდაპირ ვამბობ. მადლობა დიდი. კალაშნიკოვის გარდა ხომ ვერ დამიკონკრეტებთ კიდევ რა შეხვედრებია და ვისთან და უნდა დაგემშვიდობოთ. უბრალოდ თქვენ ხართ ეხა ინფორმაციის მთავარი წყარო ჩემთვის და ამიტომ 2 წუთით გადამიცდა. იქნებ მითხრათ კიდევ ვისთან იგებთ? ეს შეხვედრები გაგრძელდება 2 დღის მანძილზე ხვალდაზე. შემდეგ ჩვენი ფრაქციის წევრები დაბრუნდებიან თბილისში, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქვე გააკეთებენ პრესკონფერენციას და ყველა დეტალი მედიისთვის იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა ირმა. საჯარო პოლიტიკის მომხრე ვართ, ინგა. ჩვენ არ გავპარულვართ მოსკოვში და სხვადასხვა პოლიტიკოსების მსგავსად, არც ლავროვს ვევაჭრებოდით არჩევნები დაგვიფინანსეო დავით უსუფაშვილის მსგავსად და არც არავის. ჩვენ საჯარო პოლიტიკის მომხრე ვართ, ვთქვით მზად ვართ რუს დეპუტატებთან დიალოგისთვის, მივიღეთ გამოხმაურება, ჩავედით. გამოგვივა ეს საქმე, ძალიან გაგვეხარდება. არ გამოგვივა და ამასაც ღიად ვიტყვით. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ირმა ინაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პატრიოტთა ალიანსის ლიდერი იყო. დღის ამბების სტუმარი, მე მას ვემშვიდობები. მაშასე ირმა ინაშვილმა თქვა, რომ დსთ-ის საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარეს კალაშნიკოვს შეხვდებიან პატრიოტთა ალიანსის წევრები, რომლებიც დღეს გაემგზავრნენ მოსკოვში. რამდენიმე წუთში მე შეკითხვებს დავუსვამ ქართულ ოცნებას, მანამდე ნინო გოგუაძე, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი. მადლობა ნინო, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ უკვე მოისმინეთ რა განაცხადა ვიცე-სპიკერმა და პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. შეაფასეთ თუ შეიძლება დღევანდელი მოსკოვური ვიზიტი ამ პოლიტიკური გუნდის. მოგესალმებით ინგა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევის. მადლობა თქვენ მონაწილეობას. რაც შეეხება ჩვენი დეპუტატების ვიზიტს მოსკოვში. ეს ინგა პრორუსული პოლიტიკა კი არ არის. ეს არის პირდაპირ რუსული პოლიტიკა. დღეს თქვენმა ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა მოსკოვში მიმავალ დეპუტატებს და მათ საჯარო პოლიტიკის მომხრე დეპუტატებმა ვერც ერთი სიტყვით ვერ გვითხრეს თუ რა საკითხების დაყენებას აპირებენ იქ მოსკოვში და ვისთან ლაპარაკობენ. იმიტომ საზღვრის გადმოწევის თემა ეს ირმამ თქვა, მათ ვერაფერი ვერ გვითხრეს და მე მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ისინი მიდიან დავალების მისაღებად და შემდგომ შესასრულებლად.
ირმა ინაშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია და მან ძალიან კარგად იცის, რომ ადამ მარშანიას ლაპარაკით კალაშნიკოვთან საქართველოს დეოკუპაციის საკითხი ვერ და არ მოგვარდება. ეს ძალიან კარგად იცის, თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხანია პოლიტიკაშია და ქართული ეროვნულობით შეფერილი პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იღებს რუსული პოლიტიკის ელფერს. ძალიან ნათელია ეს, რომ რუსეთს არ შეიძლება ელაპარაკო დამოუკიდებლად პირისპირ თვითონ სახელმწიფო საქართველომაც კი არ შეიძლება. ეხლა მოვიშველიებ თავად ირმა ინაშვილის არგუმენტებს ან აი ამ გუნდის არგუმენტებს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ დღეს მთელი დღეა. თუ ჩვენ საუბრობთ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივაზე, უნდა ესაუბრებოდნენ თუ არა ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები იმ ქვეყნის პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. მათი არგუმენტი არის ასეთი, აბა სხვანაირად როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. საქართველოს უნდა ეძებოს სტრატეგიული მოკავშირეები, ძლიერი მოკავშირეები დასავლეთში. და სწორედ მათთან ერთად უნდა ელაპარაკოს რუსეთს, რადგან რუსეთი არა მარტო ცალკეულ დეპუტატებს მოატყუებს, არამედ როგორც არაერთხელ ყოფილა საქართველოს და მსოფლიო პოლიტიკაში, თუ ამ მოლაპარაკებების მიღმა ძალა არ იგულისხმება, რუსეთი ყოველთვის არღვევს მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს და პირიქით იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს. ეს არის ანაბანა, ამიტომ არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, რომ საქართველოს პრობლემა, საქართველოს საკითხი სულ იდგეს დღის წესრიგში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს არის რუსული თამაში, თქვენ ამბობთ, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან. ეს რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ის მესიჯები, რომელიც ასე კარგად ინერგება უკვე საქართველოში, რომ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთი არ არის და ამას რატო ლაპარაკობ? იმიტომ რომ ეს ძალიან საშიში მესიჯია, საკმაოდ გავრცელებული. ტაქსისტების უმეტესობა სწორედ ამას მეკითხება ხოლმე. ანუ ამის დისტრიბუცია ხდება საქართველოში. როგორ შეიძლება შეადარო თურქეთი რუსეთს, როდესაც რუსეთი დღეს გვიპყრობს, ყოველდღიურად მეაქვს ჩვენი ტერიტორია და მზად არის გადავყლაპოს. ჩვენ შევადაროთ თურქეთს, რომელიც დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ეს ოკუპაცია საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა. ამით ხდება მხოლოდ რუსეთის ოკუპანტური პოლიტიკის გამართლება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ასეთი ლაპარაკები რუსეთის დეპუტატებთან ეს არის რუსეთის პოლიტიკა, ეს არის დავალებების მიღება. რატომ არის დავალებების მიღება? მე მაინტერესებს თქვენგან ამ პასუხის მოსმენა, იმიტომ რომ აი მაგალითად მე ისევ მათი არგუმენტები დაგისვამ, თუ შეიძლება შეკითხვას, ვინაიდან არ გვაქვს დისკუსია, ეს არ ნიშნავს, რომ მე შეიძლება ვიზიარებდი ამ არგუმენტებს, მაგრამ არის ეს არგუმენტები, რომელიც ისმის აი ამ ჯგუფისგან. აქამდე არავინ არ გადადგა ნაბიჯი. ამიტომ ჩვენ ვხდებითო ვალდებული, ჩვენ ვართ ვალდებული, იმიტომ რომ უნდა დაიწყოს ბოლოს და ბოლოს ამ თემების დაძვრა. და რა თემების? ადამ მარშანია რომ დაელაპარაკება იქ რუს დეპუტატებს დეოკუპაციის საკითხის დაძვრა დაიწყება. ნუ რა ვიცი, მე სულ მცირედ რომ თქვა, ეს არის საოცარი გულუბრყვილობა, მაგრამ მე გულუბრყვილობას ამას ვერ დავასრულებ. მე ვამბობ, რომ ეს არის რუსეთის პოლიტიკა. თან თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ინგა, კიდევ ერთი რამე გამომჩა, დიახ, მე ვეთანხმები თამუნა კორძაიას და მეც არაერთხელ მithქვამს, რომ პატრიოტთა ალიანსი ეს არ არის
დამოუკიდებელი პროექტი, ყოველთვის ვეძახდი მას ქართული ოცნების რადიკალურ ფრთას, რადგან ქართული ოცნება, რასაც ღიად ვერ იტყოდა, სწორედ იმისთვის ჭირდებოდა ანუ ქართულმა ოცნებამ დაუგეგმა ვიზიტი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს. შეიძლება ბევრმა დეპუტატმა ეს არც იცოდეს ქართული ოცნებიდან, მაგრამ დიახ, ეს ქართული ოცნების ორმაგი თამაშია. სწორედ ამას განახორციელებს იტყვის ხმამაღლა პატრიოტთა ალიანსი. რაც შეეხება იმ კონტექსტს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად, როგორ ხდება ქართული მიწის, ასე უყვართ ძალიან ამ ვითომ ეროვნულ ძალებს ლაპარაკი, ოკუპაცია, როგორ მოქმედებს ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება, რომლებიც ლამის ამასაც ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ოკუპაცია 2008 წელს დასრულდა და ეხლა ხდება ამის გაფორმება. სოზარ სუბარმა თქვა, რომ არაფერი საგანგაშო, ამაში არ არის თვისობრივად, არაფერი არ იცვლება. როგორ არ იცვლება? სოზარისთვის თუ არ იცვლება მის კომფორტს თუ არაფერი არ ემუქრება, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის იცვლება, ისინი იღვიძებენ ოკუპირებული სახელმწიფო. იარაღით დაუპირისპირდნენ. არა, რა თქმა უნდა, როგორ შეუძლია დღეს ალაგმოს რუსეთის ეს განგაში ზარი უნდა ქონდეთ შემოკრული, უნდა იყვნენ ევროპის დედაქალაქებში, გაეროში, უნდა რაც შეიძლება ეფექტურად ამუშავონ არსებული მექანიზმები და თუ ეს მექანიზმები არ არის საკმარისი, უნდა იფიქრონ ახალი მექანიზმების, ახალი სტრატეგიების და ახალი ტაქტიკის შემუშავებისთვის. ამისთვის არსებობს საქართველოს ხელისუფლება და აქ ის სამწუხაროდ ამაზე ლაჩრულად დუმს. თქვენ რომ იყოთ ნინო ხელისუფლებაში დღეს გადმოიწია საზღვარმა, ეგრეთ წოდებულმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა. მითხარით პირდაპირ რას დაუპირისპირებთ, იმიტომ რომ აი მე ახლა ხელთ მიჭირავს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის განცხადება და ის ამბობს, რომ ოპონენტები უსაფუძვლო ჭორებს ურცელებენ, თითქოს ეს არაა ქართული ოცნებისთვის ტერიტორიული მთლიანობა პირველი საკითხი და კვირიკაშვილი იხსენებს, რომ მაგალითად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას ეს იყო უმთავრესი თემა და მაგალითად იგივე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებები იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ოცნებისთვის ეს არისო უმთავრესი თემა. თქვენ რას იზამდით? ეხლა რომ მიყოთ ხელისუფლება. გითხარით, რაც შეიძლება პროაქტიული საგარეო პოლიტიკა მექნებოდა და არ მოვასვენებდი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, სწორედ იმით, რომ საქართველოს საკითხი იყოს რაც შეიძლება მაღალ დონეზე და ახალი მექანიზმების შემუშავებას ვეცდებოდი, რომ დავიცვათ რუსეთის ასეთი დაუსჯელი მოქმედება. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება, ეს არის ამერიკის გადაწყვეტილება. ჩვენი მთავრობა ვერ იყენებს სათანადოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილებას და ის ეხა ერთი წინადადებას ვიტყვი, რომ ოკუპაციის კანონის დარღვევით ხდება სრულად უთავმოყვარეოდ რუსეთის ცნობილი ადამიანების შემოსვლა საქართველოში და მასთან შეხვედრას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. იყო იქ რეპორტაჟი გარკვეული მიზეზების გამო პიროვნებებს არ ჩამოვთვლით, შეგიძლიათ ნახოთ, რომ შვიდკოის შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. არ მინდა ჩამოთვლა. რატომ გეშინიათ? არა, რა თქმა უნდა. აბა რატომ არ თვლით? იმიტომ თქვენ რომ ნახავთ რეპორტაჟს, ვინ ესწრებოდა. მე მივხვდებით რატომ არ ვასახელებ ადამიანებს. გარდა ამისა, ეს მარში, ეს ქართველთა მარშიც ეს არის რუსული პროექტი, რომლის მიხედვითაც ცდილობენ საქართველოში ისევ ეთნიკური შუღლის გაღვივებას და ქართველთა მარში და ეს ვიზიტი, ანუ ეს არის ერთი კონტექსტი თქვენ ამასთან. მადლობა ნინო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, თუმცა ძალიან მინდოდა რომ დაგესახელებინათ და გამიკვირდა თქვენგან რომ არ დაასახელეთ ახლა ის მთავრობის წევრები, ვინც თქვენ ნახეთ იმ შეხვედრაზე რეპორტაჟი. ერთ-ერთი კულტურის მინისტრი იყო, მაგრამ იყო ტოლვილთა მინისტრი, იყო
ინტეგრაციის მინისტრი და ასე შემდეგ. თქვენი ყოფილი თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძე. ხო, ნუ აქ ეხლა მივხვდი თქვენი თავშეკავების და დელიკატურობის მიზეზს. არ გინდოდათ რომ ყოფილი თანაგუნდელისთვის მიგეცხოთ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად წარმატებები. ესეთი ნინო გოგუაძე მომწონს. გვარებს ღიად რომ ასახელებს ხოლმე. მადლობა, კარგად იყავით. ნინო გოგუაძეს ვემშვიდობები, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მაშასე მან ჩამოთვალა იმ მაღალჩინოსნების სახელები და გვარები, თქვა რომ ეს იყო დევნილთა მინისტრი, ეს იყო კულტურის მინისტრი და ეს იყო მისი ყოფილი თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძე. ახლა კი გადავდივარ ნაციონალურ მოძრაობაში და ზაზა ბიბილაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაზა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა მოვისმინო როგორია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური შეფასება ხვალიდან უკვე დააკონკრეტა ირმა ინაშვილმა რომ ეს არის შეხვედრები ლეონიდ კალაშნიკოვთან დსთ-ის საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე პატრიოტთა ალიანსი ამბობს რომ მათ გადაწყვიტეს დაანგრიონ ეს კლიშეები და იწყებენ დიალოგს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. მოგესალმებით ინგა მივესალმებით ტელემაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისთვის მე ვიზიარებ ჩემი წინა იმ ადამიანების აზრს რომელმაც განიხილეს ქართული ოცნება და პატრიოტთა ალიანსი როგორც ერთი პოლიტიკური ძალის ორი ნაწილი 2012 არჩევნებზე ეს ძალა იყო ერთად ასპარეზობდა შემდგომ ტაქტიკური მიზნებით გაიყვნენ და დღეს ასპარეზობენ როგორც ღიად პრორუსული ძალა ღიად ანტიდასავლური ძალა და ძალა რომელიც თავის განზრახვებს ბოლომდე და პირდაპირ არ ამჟღავნებს. პატრიოტთა ალიანსის სახელით ძალიან ხშირად და პირით საუბრობს ბიძინა ივანიშვილი და ამბობს იმას, რასაც ქართული ოცნება როგორც ბრჭყალებში პროდასავლური ძალა ვერ ამბობს ან ვერ აკეთებს. თუმცა ამით შინაარსი არ იცვლება, რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსის ჩასვლას რუსეთში, ძალიან მიხარია რომ ამას აკეთებენ ვინაიდან ამით ყველაფერს თავის სახელი ერქმევა იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც შეიძლება რაიმე ტიპის ეჭვი ეპარებოდეს ამ ძალის არსში და მიზნებში და მეორე რაც შეეხება შინაარს დიალოგის დაწყებას თუ შეიძლება მითხარით სოფლიო ისტორიიდან ერთი მაგალითი რუსეთთან წარმატებული დიალოგის, როდესაც რუსეთთან დიალოგმა გამოიღო ის შედეგი, რომელიც მსხვერპლს რუსული აგრესიის მსხვერპლს უნდოდა. ასეთი ანალოგი უბრალოდ არ არსებობს, არსებობს ან თავმოყარე პოლიტიკა, ან თავმოყარე თავისუფალი ადამიანების პოლიტიკა და ან არსებობს უთავმოყარე მონების პოლიტიკა. მათივე არგუმენტებით შევეცდები შეკითხვების დასმას, ანუ რა არგუმენტებითაც საუბრობს მაგალითად პატრიოტთა ალიანსი, რომლის 3 დეპუტატი დღეს უკვე გაემგზავრა მოსკოვში. მაგალითად წეღან ირმა ინაშვილი ამბობდა, რომ არ შეიძლება ყველა აგენტად გამოაცხადო, ვის საჭირო ჩათვლის, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ისაუბრო, თუნდაც აზღვის გადმოწევაზე, დევნილთა დაბრუნებაზე და ასე შემდეგ. მან ასევე თქვა, რომ ჩვენთვის დიპლომატია არის და საუბარი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ, ეს იყო მისი მთავარი ლაიტმოტივი დღევანდელი ჩვენი ინტერვიუსი და ამის საპირისპირო ჩვენ გამოსავლად მათი გაფუჭებული საქმეებისა მიგვაჩნია რუსეთთან დიალოგი. რა სიტყვით ამაზე? მას რა უნდა ქნა? ძალიან ნიშანდობლივია ინგა ძალიან ნიშანდობლივია ის რომ დღესაც პატრიოტთა ალიანსი არის ნაციონალური მოძრაობის ოპოზიცია და არა ხელისუფლების ოპოზიცია. ისინი საუბრობენ იმაზე, რასაც ბოლომდე ასე თავზე ხელაღებით ვერ ამბობს ქართული ოცნება. რაც შეეხება იმას თუ როგორი პოლიტიკა უნდა კონდეს რუსეთთან, მინდა კითხოთ, შეკითხვა დაგისვა და ამ ხალბატონს დაუსვა ასეთ შეკითხვა, რა დავაკელით როგორც სახელმწიფომ, რომელსაც დღეს სამწუხაროდ სათავეში უდგას რუსული ოცნება, რა დავაკელით რუსეთთან ურთიერთობაში 2012 წლიდან, რა არ დაუთმეთ. მოითხოვეს სერცვაძე, გადავეცით სერცვაძე, მოითხოვეს კოდორი 2007 წლის მებრძოლების გაჟუჟვა, სათითაოდ ეს ბიჭები არიან დღეს დახოცილი ძალიან საეჭვო გარემოებებში. მოითხოვეს რუსი ჯაშუშების გათავისუფლება, გავათავისუფლეთ რუსი ჯაშუშები, მეტის დავარქვით მას პოლიტპატიმრები. რაც მოითხოვეს, ყველაფერი გაუკეთეთ რუსეთს, მოითხოვეს ჩვენ სამხედრო ობიექტებზე შესვლა. მინდია ჯალელიძემ შეიყვანა ტრისტან წითელაშვილი, გადააღებინა ფოტოები და გადაუგზავნეს რუსეთს. სანქციებს არ ვართ შეერთებული. ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენი თავმოყარეობა, ჩვენი თავისუფლება გავცვალეთ მწვანილში. ეს არის ქართული
ქართული ოცნების ღირსება, ეს არის მათი სახელმწიფოებრივი თვითშეგნების მწვერვალი. მეტი რა უნდა გააკეთოს ირმა ინაშვილმა, იმაზე მეტი, რასაც ივანიშვილი აკეთებს 2012 წლამდე. შეგიძლიათ მითხრათ, როგორც თავმოყარე გონიერმა ქართულმა მოქალაქემ? იცით რა არის, მე პატრიოტთა ალიანსის სახელით რასაკვირველია ვერ გაგცემთ პასუხს. მე მაგალითად მივეკუთვნები იმ მოქალაქეთა რიცხვს, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთთან საერთოდ საუბარს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ბოლო 10 წლეულებია ჩვენ ისევ თავზე გვაცვივა რუსული ბომბები და ეს ჩემი ერთი მოქალაქის პოზიციაა, ზაზა, მაგრამ მეორე არის ინგა, თუ შეიძლება შეგაწყვეტინებთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, ინგა, აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ რუსეთისთვის არანაირი განსხვავება არ არის, როგორ საუბრობთ, რა რიტორიკით საუბრობთ და ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში. რუსეთისთვის მიუღებელი იყო ერეკლე მეორე, ალექსანდრე ბატონიშვილი, მიუღებელი იყვნენ მენშევიკები და სოციალ-დემოკრატები, რომლებიც სხვადასხვა ძალიან ლოიალურად იყვნენ განწყობილი რუსეთის მიმართ, მიუღებელი იყო ზვიად გამსახურდია, მიუღებელი იყო შევარდნაძე, მიუღებელი იყო სააკაშვილი და გარწმუნებთ, რომ როდესაც მოვა დრო, ძალიან ცოტა ხანში მიუღებელი გახდება ივანიშვილიც. რუსეთისთვის პრობლემა არის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. თუ თქვენ ამბობთ, რომ ის თამაშობს რუსულ თამაშს, სანამ ივანიშვილი სხვათა შორის მაგას ვამბობ ზუსტად. რუსეთისთვის პრობლემა არის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. რუსეთის კაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი იმითი გაგრძელდა, რომ რუსული თამაში რა დაინახეთ დაუშვათ ივანიშვილის მხრიდან პირდაპირ შეგიძლიათ მითხრათ, აგერ ბანერები ისევ ცხვირწინ აგვაფარეს ცენტრალურ მაგისტრალთან არის უკვე მოსული. მაგალითისთვის თუნდაც ეს ბოლო ამბავი. ინგა, მე ჩამოგითვალეთ რუსული თამაში რა დავინახე. მოითხოვა პუტინმა ცერცვაძე გადასცეს ჩვენი მებრძოლი. მოითხოვა ჩვენი ჯაშუშების თავისი ჯაშუშების გათავისუფლება, გავათავისუფლეთ. ჩვენი ბიჭების, რომლებიც აფხაზეთში შიშის ზარს ცემდნენ ქართველი მოსახლეობის მტერს, ვალმერ ბუთბებს, ლეონის ორდენოსნებს, მკვლელებს, რომლებიც გალის რაიონს აწიოკებდნენ. ისეთ ადამიანებს, რომლებმაც მოკლეს მაგალითად გიგა ოთხოზორია. ის ბიჭები, ვინც ამაც სცემდნენ შიშის ზარს, დღეს ივანიშვილის რეჟიმს ყავს ციხეში გაუმწყდეული. ეს არის თუ არა რუსული ქმედება? და კიდე ბევრი ჩამოგითვალეთ აქამდე. რაც შეეხება იმას, რომ რა შედეგი გამოიტანა იმან, ჩვენ დღეს ვხედავთ ერთ ფაქტს, რომ ჩვენი ხელისუფლება თმობს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გადაირჩინოს საკუთარი თავი. რატო არ აწუხებენ ისინი დასავლეთს? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეიქმნან კომფორტი როგორც ხელისუფლებამ, როგორც ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ეს ხდება ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის იმ ადამიანების ხარჯზე, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ცხოვრობენ და ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. თქვენ ამბობთ, რომ რატომ არაწუხებენო დასავლეთსო? აი გიორგი კვირიკაშვილის ტექსტს წაგიკითხავთ ვიცე-პრეზიდენტთან ამერიკის შეერთებული შტატებში. არ მინდა ვიცი, ინგა, ეგ ტექსტი ვიცი და ცოტა ეგ ტექსტი უკითხავს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება მოვიდა იმ დაპირებით, რომ ქართულ საკითხს, საქართველოს საკითხს გააქრობდა საერთაშორისო დღესწრიგიდან. ეს მათი ღია დაპირება იყო, ხო არ მოგვიგონია? შედეგი ხო დადგა ასეთი. დღეს გვეუბნებიან, რომ ველაპარაკებითო, მაგრამ შედეგი სად არის? უკრაინაზე ყველა საუბრობს, სირიაზე ყველა საუბრობს, რუსეთის პრობლემაზე ყველა საუბრობს, სანქციებზე საუბრობენ, საქართველოს არავინ არ ახსენებს. ანუ ეს ადამიანები უკეთეს შემთხვევაში არიან უუნაროვი, მაგრამ მე ამისი არ მჯერა ვინაიდან ეს ის ერთადერთი დაპირება, რომელიც ქართულმა ოცნებამ აასრულა. მადლობა. რას მნიშვნელოვანია ყველაზე? დღეს აი ეს დავამატებ ინგა თქვენი ნებართვით, დღეს ჩვენ გვაქვს სურათი, როდესაც ჩვენი სახელმწიფო იწვის, სახლი იწვის და ქართული ოცნება იმის მაგივრად რომ ამ ხანძარს მიხედოს, გვეუბნება რომ უთო მე არ დამიტოვებია ჩართული, ვიღაც სხვას დარჩა ის უთო ჩართულია. აი, დაახლოებით ესეთი ანალოგია, მათ კი არ აინტერესებთ თუ რომ პრობლემა დააფიქსირონ, გააცნობიერონ და გადაწყვიტონ, არამედ აინტერესებთ ის თუ ვისი ბრალია და ცხადია, ამ შემთხვევაში მხოლოდ მათი ბრალია და არავისი სხვისი. მადლობა დიდი ზაზა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ზაზა ბიბილაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში მაშასე. ქართული ოცნება არის ეჭვმიტანილი იმაში, რომ ისინი საკუთარი ინტერესით აკეთებინებენ იმ საქმეს პატრიოტთა ალიანსს, რასაც თავად ვერ ბედავენ. რას თქმა უნდა, ეს არის რუსული თამაში, თუმცა ასევე ალბათ რუსული იყო თამაშიც 2008-ში, როდესაც საზღვარი გადმოვიდა, ეგრეთ წოდებული საზღვარი კიდევ მოდი დავბრუნდები უკვე რეკლამის შემდეგ. ქართული ოცნება გასცემს პასუხებს ოპონენტების მიერ აქ გამოთქმულ მთელ რიგ შენიშვნებს არა ბრალდებებს. დავბრუნდებით მალე, რეკლამა და 5 წუთში ეთერში ვართ.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მოკლედ ქართული ოცნება ეჭმიტანილია პატრიოტთა ალიანსის ვიზიტში მოსკოვში რუსეთის დედაქალაქში ზაზა გაბუნია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი სტუმარი ძალიან დიდი მადლობა ზაზა რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას ყველა ოპონენტი გამოდის ეთერში და ამბობს რომ სინამდვილეში ეს არის ქართული ოცნების თამაში პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში და რომ ქართული ოცნება თავად ხმამაღლა ვერ ბედავს და ამიტომ აკეთებინებს ამ სვლას პატრიოტთა ალიანსს რომელიც არის მიუყვები კორძაიას თამარ კორძაიას შეფასებას მის სიტყვებს არისო ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული რა სიტყვით ამაზე ეს არის უაღრესად პოპულისტური, უშინაარსო, საფუძველს მოკლებული განცხადება, რომელიც ხელს აძლევს მხოლოდ ოპოზიციურ პარტიას, პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არიან დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, მაგრამ სამწუხაროა, რომ მათ შორის ასეთი მნიშვნელობის, ეროვნული მნიშვნელობის და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გამოყენება ხდება მათი მხრიდან ხელისუფლებასთან დაპირისპირების მიზნით, იმიტომ რომ საღი აზრი, რაციონალური ელემენტი მათ განცხადებებში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ პატრიოტთა ალიანსი არის დამოუკიდებელი ერთ-ერთი საპარლამენტო პარტია, რომელსაც აქვს თავისი დღესასრიგი, თავისი ხედვა, რომელსაც შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ თავისი ხედვა და ბუნებრივია ამ პარტიის და მისი გადაწყვეტილებების დაკავშირება მართლ პარტიასთან არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და ვიმიჯნების სულიად ამ ტიპის განცხადებებს. როდესაც აღმოაჩინეთ, რომ თქვენი კოლეგები პარლამენტის ფრაქციის წევრები გაემგზავნენ მოსკოვში, ეს მოულოდნელი იყო ქართული ოცნებისთვის. დაისვა კითხვა ასევე ოპონენტების მხრიდან, აფინანსებდა თუ არა პარლამენტის ბიუჯეტი ამ მივლინებას, გაკეთდა შემდეგ პარლამენტის აპარატისგან განმარტება, რომ არა, მაგრამ იცოდით, რომ თქვენი კოლეგები აპირებდნენ წასვლას? არა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი და არ შეიძლება ვიცოდეთ, რაც შეეხება თავად აი ამ საკითხის შეფასებას მე გეტყვით ამაზე ჩემს აზრს მე რამდენიმე დღის წინ გავხდით სტამბულში სადაც გაიმართა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა სადაც 15-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია იღებდა მონაწილეობას მათ შორის რუსეთის ფედერაციის დუმის წევრები და მე მქონდა ძალიან აქტიური და მწვავე დებატები რუსეთის ფედერაციის დუმის წევრებთან და გავრცელდა მათ შორის განცხადებაც ამ საკითხთან დაკავშირებით და მე მიმაჩნია რომ ეს არის სწორედ სწორი ფორმატი სადაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნის გამოყენება ხდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და მე მათ პირდაპირ მივხვდით რომ ქვეყნების თანამონაწილეობით საერთაშორისო ტრიბუნებზე უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, ასეთია თქვენი პოზიცია და არა პირისპირ. მადლობა ღმერთს საქართველოს ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების და არა მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახით, რომლებიც არიან ძალიან პრინციპული მხარდამჭერები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ეს ქვეყნები არიან გაერთიანებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც არის საუკეთესო პლატფორმა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მწვავე დავაყენოთ საკითხები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას ეხება. მე მიმაჩნია ეს არის დღეს ყველაზე ეფექტური გზა, რაც შეეხება პირისპირ დაждებას, მე ვფიქრობ, ამისთვის დღეს რუსეთი არ არის მზად, ყოველ შემთხვევაში ასეთი შეხვედრები არ იქნება შედეგის მომტანი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ შედეგზე და არა შეხვედრისთვის, თუმცა ბუნებრივია, პატრიოტთა ალიანსს აქვს უფლება კონდეს სადო საკუთარი პოლიტიკით, საკუთარი ხერხით, ასე ვთქვათ, ამ საკითხთან დაკავშირებით გამკლავება, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი და შესაძლებლობა, რაც გვაქვს, ევროკავშირი, ნატო, ეუთო, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა, სხვა პლატფორმები გაერო, რომლებიც შეგაწყვეტინებთ ზაზა თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ ეს არის რუსული თამაში საქართველოს პარლამენტის ფრაქციის მხრიდან რომლებიც თვლიან რომ საჭიროა პირისპირ დიალოგი რუსეთთან თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ თქვენს ოპონენტებს ამ შეფასებაში თუ რა შეფასებას გააკეთებთ ანუ არის ესო ერთიანი კონტექსტის გეგმა ერთიანი გეგმის ნაწილი რუსული მოლაპარაკებები უпростоრედ პირისპირ რუსეთთან და ქართული მარში, რომელიც დაგეგმილი არისო 14 ივლისს თბილისში და შემდეგ 16-ში ბათუმში. თქვენ გაიზიარებთ იმას, რასაც ამბობენ თქვენი ოპონენტები, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსულ თამაში ჩაბმულია? იცით რა 2012 წლის შემდეგ და ეს არ არის ფიგურალური შედარება, ეს არის პრაქტიკული მაგალითი ქვეყანაში თითქმის ყველა
დაინტერესებულ საინიციატივო ჯგუფს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ თავისუფლად გამოხატოს თავისი ღირებულებების თუ ხედვის მიხედვით საკუთარი აზრი. ამიტომაც იქნება ეს პატრიოტთა ალიანსი თუ ქართულთა მარშის ორგანიზატორები, ისინი არიან რა თქმა უნდა დამოუკიდებელი თავიანთ გადაწყვეტილებებში და მე ამ პარალელების გავლენა ბუნებრივია გამიჭირდება და კონსპირაციული თეორიების ძებნა არ იქნება სწორი. რაც შეეხება აი მაგალითად მოსკოვში ჩასვლა მოლაპარაკებებს მარში, ქართულთა მარში. ეს გამოჩნდება, არა, მე ვამბობ, რომ კონსპირაციული თეორიის ძიება კავშირების თაობაზე, თქვათ, პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი ერთის მხრიდან მეორეს მხრით ქართულთა მარშის ორგანიზატორების გაგიგმილი ღონისძიება, ამათ შორის კავშირის ძიება რამდენად არის, ასე ვთქვათ, რელევანტური, შინაარსიანი, ლოგიკური, მე ეს არ ვიცი, ჩემთვის თავარი არის ის, რომ ყველა აქტორი, იქნება ეს ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა, უნდა მოქმედებდეს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი საკუთარ ძალებს უნდა აფასებდნენ ადეკვატურად. შესაბამისად, როდესაც ის პოლიტიკური ძალა და არც ამბობთ, რომ ეთანხმებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის, ანუ აი ეს სწორხაზოვან პასუხს არ მაძლევთ თქვენ, ხო? მე მოგახსენებთ რა, მე ვამბობ, რომ ის რაც მე ვახსენე, რომ მქონდა შესაძლებლობა და რა თქმა უნდა ეს შანსი ხელიდან არ გამიშვია, რომ სტამბულში რუსეთის ფედერაციის დეპუტატებს დაუპირისპირებებით არგუმენტებით, ბუნებრივია ეს შანსი არ უნდა გაგვეშვა, იმიტომ რომ უკლებლივ ყველა წევრი ასამბლეისა დაგვეთანხმა და ეს რეზოლუციაშიც აისახა, რომელიც ტერიტორიების მთლიანობაზე და საზღვრების ურღვევობაზე ლაპარაკობს, ეს იყო ძალიან კარგი პლატფორმა ამისთვის, მაგრამ ამის მეორე მხარეა, როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ მარტო გაემგზავროს ესა თუ ის პარტია, მარტო ელაპარაკოს, არის ამისთვის შესაბამისი დრო დღეს, რომ შედეგზე წამოვიყვანოთ რუსეთის ფედერაცია, იმიტომ რომ ამოცანა უნდა იყოს შედეგი და არა შეხვედრა შეხვედრის. მე დიდი ყურადღები დაველოდები, რამდენად იქნება ეს შედეგიანი ვიზიტი. რა თქმა უნდა, მე ბუნებრივია ყველა იმ ჯგუფს, ოპოზიციურ პარტიას იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც არის საღად განწყობილი და საღი დამოკიდებულება აქვს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მიმართ ბუნებრივი გულშემატკივრობ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაქვს მე სკეპტიკური დამოკიდებულება ამ დროს, როდესაც მარტო ჯდება ოპოზიციური პარტია რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, ამით მე ხაზს არ უსვამ ამ პარტიის შესაძლებლობებს. ხადია მე იმ თავითვე მე არ მსურს დისკრედიტაცია ან მარგინალიზაცია მათი მცდელობებისა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ დღეს რაც უნდა გამოვიყენოთ, არის საერთაშორისო საზოგადოება და ყველა ორგანიზაცია, რომელიც შეთანხმებულია, როდის ვიხდი მაბატია ინგა ერთი ფრაზით დავასრულებ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეთანხმებულია იმაში, რომ საქართველოში მიმდინარეობს ანექსიის და ოკუპაციის განმგრძობადი პოლიტიკა, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, უმრავლესობის ლიდერი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეა მინსკში ეუთოს ასამბლეაზე, მე გახდით შავი ზღვის ასამბლეაზე, გამართულოდაო მართავს ევროკავშირის შეხვედრებს, ანუ ყველა პლატფორმა ჩვენ ამისთვის ვიყენებთ, რომ მოუქცეს შედეგი იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური გახდეს მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან საუბარი. ზაზა, ერთი წუთი დაგვრჩა და თუ შეიძლება კითხვას დაგისვამ და თქვენს პასუხს დაველოდები და ასე დავასრულოთ. თქვენი გამოსვლების შესახებ ვიცი, წინა დღეებში ეხლა რაზეც საუბრობდით, ვიცი ძალიან ბევრი პოლიტიკური განცხადების შესახებ, მაგრამ აი მივყვეთ უყურეთ ზაზა ბიბილაშვილი, რომელმაც ჩამოთვალა მაგალითად ცერცვაძის გადაცემიდან დაწყებული, 4-2-ას მკვლელობით დამთავრებული, ანუ აღარ ჩამოვთვლი ახლა ამ საკითხებს, ბევრი დრო დაიკარგება, ვცელი იყო ზაზას ჩამონათვალი, რითიც ის ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება რუსეთს კოჩს უგორებს, რუსულ თამაშს თამაშობს. ნინო გოგუაძე, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში ისე შემოდიან ადამიანები, რომლებსაც აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რომ მათთან არამც თუ ვინმეს აქვს პროტესტი, არამედ მაღალი რანგის ჩინოვნიკებიც კი ჯდებიანო შეხვედრას და ვიქტორ დოლიძე, მიხეილ გიორგაძე, სოზარ სუბარი დაასახელა შვიდკოვისთან შეხვედრაზე ისხნენო. ანუ ოპოზიცია მაინც ამაზია ამ აზრზე, თქვენ ხართ ეჭმიტანილები, მათ თვალში მაინც რუსულ თამაშში. რა სიტყვით და დაგემშვიდობებით თქვენი პასუხის შემდეგ? პირველ რიგში, როდესაც ზაზა ბიბილაშვილი საუბრობდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მე გამიჩნდა განცდა, რომ ის მზად არის 2008 წელს, როდესაც პრაქტიკულად გადაიდგა იმგვარი ნაბიჯები, როდესაც რუსეთს ჰქონდა შესაძლებლობა ის გაეკეთებინა, რაც გააკეთა ჩვენ დავყავით 150 სოფელი, პრაქტიკულად ამ პოლიტიკაზე კიდევ ერთხელ მოაწერა ზაზა ბიბილაშვილმა ხელი. რაც შეეხება ქალბატონი ნინო გოგუაძის ნათქვამ ფრაზას, რომ თითქოს ვიღაც შემოდის ამაზე სახელმწიფოს რეაქცია არ აქვს, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ჩვენ მქონდა კანონის მიხედვით ძალიან მკაცრი რეაქცია და შესაბამისად ადეკვატური ნაბიჯები მოყვა ამას. ვერც ბატონი ზაზა ბიბილაშვილი და ვერც ქალბატონი ნინო გოგუაძე ვერ დაიკვეხნის იმ შედეგს,
შედეგით, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებმა პირველად მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, ეფექტური შედეგის მომტანი გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების და ქართული დიპლომატიის მუშაობის შედეგად, რომ საბიუჯეტო კანონის მიხედვით სახელმწიფო დეპარტამენტს უკრძალავს დაფინანსებას ყველა იმ სახელმწიფოსი, რომელიც მხარს დაუჭერს და აღიარებს მით უმეტეს ამაზე გავუსვა კიდეც საქართველოს ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ეს არის კი ბატონო, კონგრესის გადაწყვეტილებაზე ეს არის ის ეფექტური ეს არის სწორედ ხელშესახები პოლიტიკა და გამარჯვება იყო ეს ნამდვილად ქართული პოლიტიკის და ქართული დიპლომატიის, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ეს არის ის რეალობა, რომელიც უნდა დავინახოთ ყველა მიუხედავად პოლიტიკური ანგაჟირებულობისა. წარმატება მინდა გისურვოთ, დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში დაგემშვიდობებით. ზაზა გაბუნია ქართული ოცნება პირდაპირ ეთერში საუბრობდა. ხვალ სტუდიაში უკვე ისევ დიანა ტრაპაიძე იმუშავებს. მე მადლობას გადაგიხდით იმისთვის რომ გვიყურეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ხვალ ერთმანეთს რეაქციაში შევხვდებით.